ის ამერიკაში ცხოვრობს, იქ მოღვაწეობს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი არის, მისადა მას გამარჯობა, გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ქართულ ამერიკულ ურთიერთობებზეც კითხავ, მაგრამ მანამდე მითხარი აი ამ მოვლენების შესახებ რო უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს, რა ხდება ლოს-ანჯელესში კონკრეტულად, რატო გამწვავდა ასე სიტუაცია. ხო, ნუ ლოს-ანჯელესის სიმპტომია იფეთქა, თორე ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით რა ხდება, ხო? რაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა, თქვათ ამ დეპორტაციებმა და ქვეყნის შიგნით, თქვათ არალეგალი იმიგრანტების დაჭერამ იმატა. ნუ ჯერ იყო ლაპარაკი, რომ მარტო კრიმინალებს ან ჯერ კრიმინალებს დავიჭერთ, მაგრამ ნუ თქვათ სიმართლე, რომ ჯერ ამდენი კრიმინალი, იმიტომ რომ უნდა თუ წელიწადში დღე ბოლოს ლაპარაკი იყო, რომ დღეში 3000 კაცი უნდა დაიჭიროთ და დაადეპორტოთ. ჯერ ამდენი კრიმინალი სად არის? მე ხა კრიმინალები იმალებიან და ესე იოლად დასაჭერები არ არიან და ამათ იოლი გზა აირჩიეს, ხო? შენებლობებზე რეიდები სადაც იციან, რომ თქვათ ბევრი არალეგალია, ასევე აირჩიეს მეორე გზა სასამართლოებთან დახვედრა, ხო? ის სასამართლოზე თქვათ იმიგრანტის კეისია, მოსამართლე უარს ურტყავს და პირდაპირ როგორც გამოდის შენობიდან ელოდება თქვათ აგენტი და იჭერენ და უშვებენ დეპორტაციაზე და ამან გამოიწვია უკმაყოფილება და ამან იფეთქა კალიფორნიაში ბევრი მიზეზის გამო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული შტატია და ლათინოსები კალიფორნიელები გამოვიდნენ თუ მიგრანტები გამოვიდნენ? ნუ მიგრანტები გამოვიდნენ. ხო, ემიგრანტებიც გამოვიდნენ. იქიდან გადმოსახედა მიგრანტები გამოვიდნენ. ხო, მიგრანტებიც გამოვიდნენ, თქვათ კვიდრი მოსახლეობაც გამოვიდა, ალბათ ვინც ამას ეწინააღმდეგება და ასევე, ნუ იქ მექსიკის დროშებიც დავინახეთ, ხო, ძალიან ბევრი მექსიკელია ხა კალიფორნიაში და ეს მათთვის შეურაცხყოფელია. მათი იყო ერთ დროს. 1858 წლამდე შესაბამისად ამან იფეთქა. და ნუ იფეთქა და ეს ხა ტრამპი ცდილობს ეს ასევე გამოიყენოს იმ კულტურულ პოლიტიკურ ომში, რომ აი თან კალიფორნია დემოკრატიული შტატია, რომ აი გვიჯანყდებიან რაღაცა და მე ისედაც არჩეულია როგორც წესრიგის პარტიის წარმომადგენელი და ეხა ცდილობს ეს კაცრი ხელი ითამაშოს და გაუშვას იქ ეროვნული გვარდია, საზღვაო ქვეითები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ შემდეგ თქვათ თავის ამორჩეველში თქვას, რომ აი ეს დემოკრატები არიან ქაოსის და უკანონობის პარტია და მე ვარ კანონიერების პარტია. რაც შეეხება მიღბების აკრძალვას, ესეც უნდა ითქვას, რომ ტვიტით ამერიკის პრეზიდენტი ვერაფერს ვერ აკრძალავს. კი ეს ჟღერს, მაგრამ არანაირი კანონქვემდებარე აქტი არ გამოუწია და სადავოა საერთოდ აქვს თუ არა იურისდიქცია, რომ ხა კალიფორნიაში მიტინგზე ფედერალურ სისტემაში ამერიკის პრეზიდენტმა მიღბები აკრძალოს. ეგ ძალიან სადავოა. კონგრესს კიდე რაღაც შეუძლია და შესაბამისად ესეც თუმცა ეს კალიფორნიის გუბერნატორს ამდენად ეთანხმები, რომ აი დემოკრატია არის საფრთხის ქვეშ და კონგრესი ფაქტობრივად განულებულია. ნუ ეხლა ვერ აკეთებენ. ანუ ეს ბალანსის სისტემა დაირღვა ერთად. კალიფორნიის გუბერნატორს ცალკე დრამა აქვს, ეხა იქ რომ უფლება არ ქონდა ჯარი შემოეყვანა და ეგეც ეხლა რა თქმა უნდა ქონდა ყველანაირი უფლება ამერიკის პრეზიდენტს მოახდინოს ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია, როცა არეულობა შტატში და ეს ეხლა 60-იან წლებში ვიცით ყველამ, ხო? კენედისა და ეიზენჰაუერსაც ეს გაუკეთებია, რომ სამხრეთის შტატებში სადაც სეგრეგაცია იყო და სეგრეგაცია რო დაეძლიათ. შესაბამისად ამაში გევინ ნიუსამი არ არის მართალი. იმაში რომ ზოგადად ეხლა რაც ეს კაცი მოვიდა ეს თქვათ ეს ძალისმიერი პოლიტიკა გაძლიერდა, ამაში მართალია. სამართლებრივად აი თუ ბუყვალურ დონეზე რა თქმა უნდა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონოდ ყოფნა უკვე არის კანონის დარღვევა. აქ ლაპარაკია რომ კი უმეტესობას ვისაც იჭერენ ნამდვილად წესიერი შრომელი, ნუ ხა სტატისტიკა არ მინახავს, ვიღაცა ალბათ კრიმინალიც არის, მაგრამ შრომელ ხალხსაც იჭერენ, ახლა მშენებლობაზე რო არის რეიდები და სადღაც უბნებში, ხო იქ ხა კრიმინალებს მაინც არ იჭერენ, ხო? შესაბამისად ესეც პრობლემატურია. ნუ ორ უკიდურესობას შორის ავართ. იქ ულტრამემარცხენე ბანაკი ითხოვს, რომ საერთოდ გააუქმეთ სადეპორტაციო პოლიცია და აი რაღაცა და აქეთ ხარ ითხოვს, რომ ყველა 13 მილიონი კაცი გაასახელოთ, რაც ასევე შეუძლებელია. და ამ პოლიტიკურ და კულტურულ ომში ზოგადად ტრამპის პოლიტიკა მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან, არა მარტო ხა მიგრანტებს ერჩის, აღმოჩნდა რომ უნივერსიტეტებსაც ერჩის, ხო? იქ სადაც რაღაც პალესტინის მხარდამჭერი მიტინგები, უფრო მემარცხენეების, ჰარვარდს ერჩის, დაფინანსება შეუწყვიტა და საერთოდ უცხოელი სტუდენტების მიღება აუგზავნა და დღეს გამოაცხადა, რომ აი ჩინეთთან შეთანხმებას მივახცეთო და ჩინელ სტუდენტებს ვასწავლითო. ხო. ეს ასე ვქოთ, ეხლა უკანა თარიღით შეიძლება ითარგმნოს, რომ ეს ჩინელ სტუდენტებს ზეწოლა ჩინეთზე ზეწოლის ნაწილი იყო, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში იყო, არ იყო, ესე გამოვიდა.
ხო, ჰარვარდთან ომიც ეს არის ამ კულტურული ბრძოლის ნაწილი, რომ აი ლიბერალური ელიტარული უნივერსიტეტი, რომელიც მარტო გენდერის თეორიებში ამზადებს სტუდენტებს, არ გჭირდება და უცხოელები და ასე შემდეგ. რეალურად რა თქმა უნდა ჰარვარდი მარტო გენდერის თეორიის სპეციალისტებს არ უშვებს და ეს დიდი დარტყმა იქნება ამერიკისთვის. როგორც ის ლაპარაკი რომ ეხა ბევრი უცხოელი სტუდენტია კი ბატონო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ბაკალავრის მიღმა მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაზე კი ბევრი უცხოელი სტუდენტია. თუმცა ეს უკვე ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია თქვა რომ ამერიკის უმაღლესი განათლება უცხოელების გარეშე უბრალოდ შეიძლება ვერ გადარჩეს, იმიტომ რომ განსაკუთრებით აი ზუსტ მეცნიერებებში საუკეთესო ის უწყვეტი არიან უცხოელები, მაგრამ საუკეთესო ტვინები არიან და ეს ამერიკას ძალიან ეხმარება. და მე პირადად მინახავს სანთლის საძებერია ხოლმე ხანდახან ამერიკელი რომელიც წამოვა მაგისტრატურაზე, იმიტომ იმას უამრავი სხვა პერსპექტივა აქვს სამსახურის და ასე შემდეგ და რაღაცა კაპიკ სტიპენდიაზე რატო წამოვა და შესაბამისად ჯერჯერობით ეს სისტემა ამერიკისთვის წარმატებულად მუშაობდა. მაგრამ ახლა ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს რომ ამერიკელი უცხოელებს გადავყევით და ჩვენი ხალხია მისახედი ხო და ნახოთ ეს. ხო, ნუ კარგი ამბავიც გვაქვს დონალდ ტრამპი და მასკი რიგდებიან. Moskva bodișul care David მომივიდაო ტრამპი ამბობს რომ შეიძლება მასთან შერიგება შესაძლებელია გამიხელოთ. მაგრამ ნუ ხეს გვერდით გადავდოთ, მაგრამ ტრამპი მინდა ახალი ელჩი გვყავს საქართველოს, ქალბატონ თამარ ტალაშვილი აქამდე არ იყო და ორი დღეა სახელმწიფო არხებზე ყველაზე ხშირად ისმის სიტყვა აგრემანი. საქართველოს ელჩმა აგრემანი მიიღო რაღაც თითქოს დიდი გამარჯვებას მივაღწიეთ და როგორ ფიქრობ რა ეტაპზეა დღეს ეს ურთიერთობები, აგერ მათიკაშვილი ამბობს რომ ჩვენ იმაზე მეცაც კი გავაკეთებთ სტრატეგიული ურთიერთობის ახსადგენად, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, ასე შემდეგ. და გვახსოვს კობახიძის წერილი ტრამპისადმი, სადაც თავარი ფრაზა იყო ასეთი, რომ არა, დემოკრატია კი ვართო, მაგრამ აგერო საერთოდ დიქტატურებთან გაქვთ ურთიერთობა და ჩვენთან რატო არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა, ნუ რომელიც ასე უნდა ვთარგმნოთ, რომ არ იყო დემოკრატია, რა პრობლემაა? ხო, ჩვენ აგერ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის და რამდენად შეიძლება ამაზე წამოვიდეს ტრამპის ადმინისტრაცია? ისე უცვლამდე ხას რომ აი ადმინისტრაციის თეთრი სახლისგან მიიღო აგრემანი და ასე შემდეგ. ანუ თანხმობა რომ ელჩი გახდეს. ელჩი გახდეს. კი ბატონო, უნდა ითქვას ერთი რამე, რომ ელჩი თუ არ ვწდები და მე მგონი არ ვწდები, რუსეთსაც ყავს ამერიკაში. ანუ ელჩი ბელორუსსაც ყავს, მე მგონი ვენესუელასაც. არა, ვენესუელას საინტერესო кейსია 2000 გვაიდო რო აღიარეს, ვენესუელამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და რაღაც წლები გვაიდოს დანიშნული წარმომადგენელი თამაშობდა ვენესუელის ელჩის მოვალეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ რო დაუბრუნდეთ, ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს. ხო, ელჩი არ არის სასწავლმოქმედი. თუ სახელმწიფოს ასე ვთქვათ, ლიდერშიპის სურვილი არ იქნება, ან როგორც ამერიკული მხარე ხშირად ამბობს, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, კიდევ ერთხელ ელჩი არ არის სასწავლმოქმედი. ელჩი რანაირად ვერ დაალაგებს ამ ურთიერთობებს, თუ თქვათ საქართველოს მთავრობა არ გადადგამს შემხვედ ნაბიჯებს. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ რომ ჩქარობდნენ ამ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. სურვილი არის, სურვილი არის რომ ჩვენი დღის წესრიგით დაგვილაგდეთ. ხო, ხო, ანუ დაახლოებით ასე დამესაუბრდება რომ ჩვენ აქ არაფერს არ შევცვლით. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ქვეტექსტე იყო რომ ავტორიტარიზმს დაგვიძახებთ თუ დიქტატურას დაგვიძახებთ, ამაფერს არ შევცვლით. და ასეთი თუ მოგწონვართ, ზადვართ გეთანამშრომლობთ. და ქვეტექსტია რომ თქვენ მაინდა-მაინც აღარ ამახვილებთ უკვე დემოკრატიაზე და თქვენც აღარ გაინტერესებთ დემოკრატია და ამის მიღმა ვივაჭროთ და რაღაც საკითხებზე დავლაგდეთ. ხო, ეს სურვილი ნამდვილად არის, რა გამოვა? ხო, ნუ ამას დაემატა ის რომ თეთრმა სახლმა გამოგზავნა ბოლოცვა მიხეილ ყაველაშვილს და რუბიომ საერთოდ სხვა რამე დაწერა და თითქოს ისე გამოჩნდა რომ თეთრ სახლთან მოახერხეს რაღაც გზების მოძებნა სახელმწიფო დეპარტამენტთან ვერა. ნუ რეალურად ახლა საგარეო პოლიტიკას სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავს და მით უმეტეს საქართველოს კიდევ ერთხელ ვთქვათ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, ხო ის შუა ბიუროკრატიული რგოლი, რაც თუ ყველა არ გამოაგდეს, რაც ბაიდენის დროს განსაზღვრავს და დაახლოებით იგივე რგოლი განსაზღვრავს და შესაბამისად ჩვენ არა ვართ ისრაელი, უნგრეთი, კუბა, რომ ახლა ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში განსხვავებული აზრები იყოს ჩვენზე და ახლა სხვა ელიტა რომ მოვა, რაღაცა შეიცვალოს. ჯერჯერობით რასაც ხედავთ, ელიტაში კონსენსუსია, ხო, რომ კრიტიკული კონსენსუსია. ჯერჯერობით კიმბერლი ლოუს გარდა რომ ვინმე თქვა სიტყვა შეაწიოს ქართულ ოცნებას, მაინდა-მაინც არ ჩანს, ხო? ხო, მაგრამ ნუ ფაქტია რომ თეთრ სახლში რაღაც არხი გახსნეს, ხო? ისერილი ამას მოუწვა. ისერილიც ხო, ხა, ანუ ზედმეტს ნუ ჩავდეთ, ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლის და გამოხატულება
და ის უნდა იყოს ხო, ის დღის წესრიგი, რასაც თქვა საქართველოში დაწერო ვიღაცას არ აღიარებს, ეს ხო ამერიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, არასოდეს ამერიკას არ დასიზმრებია, რომ აქ სხვა პრეზიდენტი აღიაროს და რაღაცა შესაბამისად მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ყავილაშვილს მიულოცეს. ეს არაფერს არ ნიშნავს და არც არაფერს ნიშნავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ხო, თუმცა მოგედები რუბიომ სხვა რამ გააკეთა, ქართულ ხალხს მიულოცეს. ხო, ხო. ხო, და აი ეს განვითარება ამ მოვლენების როგორ წარმოგიდგენია საბოლოო ჯამში ქართულ ოცნების სურვილი რომ დაალაგდეს ტრამპთან, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს, ხო? ქართულ ოცნებასაც როგორც ჩანს არ ჯერა ბოლომდე, სულ თავს იზღვევენ და ამბობენ რომ ჯერ კიდევ ტრამპს deep state-ი არ დაუმარცხებია. ნუ შენ როგორც ამერიკაში ცხოვრობს, მაინტერესებს deep state-ს თუ შეხვედრი ხარ. ხო, რა არის ეს deep state-ი? რა არის deep state-ი, თუ იცი? deep state, რასაც ტრამპი და ამერიკელი მემარჯვენეები ეძახიან, ეს არის ჩაბუდებული ბიუროკრატია ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელიც ძირითადად არის დემოკრატი და ტრამპის აზრით პირველი მას საბოტაჟს უწყობს. ხო, ანუ საჯარო მოხელეები, რომლებიც არ იცვლებიან, ხო, იქ პრეზიდენტის სრულებასთან ერთად. და ვინაიდან ამერიკაში ხა ძალიან ისეთი დიდხნიანი ინსტიტუციური მეხსიერების ქვეყანაა, ხო, თავისი ინტერესები აქვს თითო სახელმწიფო უწყებას და ნუ ტრამპი პლუსო საბოტაჟს უწყებიან, არ ემორჩილებიან და ნუ ბოლოს სისხლის სამართლები დევნა. რამდენად ეხა ტრამპი მიიჩნევს, რასაც საქართველოს ხელისუფლება იძახის, რომ ომებს იწყებს deep state-ი და ეხა უკრაინას ომი დაიწყო, ევროკავშირს აკონტროლებს, ამერიკას აკონტროლებს, რამდენად ტრამპი ფლის რომ საგარეო პოლიტიკას deep state-ი მართავს, ეს ეხა სადაოა. თუმცა ეს ამის ნიშნულად ეს რა თქმა უნდა ისეთი მოსახერხებელი ნიშნულია, რომ აი თუ ტრამპი deep state-ს დაამარცხებს, დავლაგდებით, ხო? არასოდეს ეს ნიშნული, რა არის ნიშნული, როდესაც ტრამპი deep state-ს დაამარცხებს. ხო, ეს ხო განგრძობითი და დაუსრულებელი ომია და შესაბამისად ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ ვერ დაამარცხა და შესაბამისად ხო, არა, ანუ ეს იმის სათქმელია, რომ თუ ვერ დაალაგდება ტრამპს, ვერ დაალაგდებიან ტრამპთან იტყვია, რომ deep state ვერ დაამარცხა, თუ დაალაგდებიან, ხო, რომ დავამარცხეთ deep state-ს. შესაბამისად ამ კუთხით ეს ისეთი მონგებიანი თუ არა, ისეთი პოზიცია, რომ ყოველთვის დასახებს უკან გიტოვებს და რაც შეეხება ზოგადად, ჩემი აზრით, უფრო აი ეს გაურკვევლობა გაგრძელდება, იმიტომ რომ ერთიც ვერ ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან სიჩქარეს მინიმუმ იმაში, რომ გადადგას ნაბიჯები და ამერიკელებიც არ ჩქარობენ არც ესკალაციას და არც დეესკალაციას. ახალი სანქციები არ მოდის და არ ძველი არ იხსნება. თუმცა ნუ უცნაურ ვითარებაში წავიდა ელჩი ამერიკის ელჩი საქართველოში. ხო, ნუ ამაზე რასპიქო და საინტერესო ვინ იქნება ახალი ელჩი, ამაზე ბევრი რამე იქნება და. ვინ იქნება, ეგ ცოტა გაიწელება მარტივ მიზეზის გამო, რომ ჯერ საქართველოსთან მიიღოს აგრემანი, მაგრამ ასევე სენატმა უნდა დაამტკიცოს და შესაბამისად ეს ცოტა გაიწელება. რაც შეეხება რატო გადადგა ელჩი, რა თქმა უნდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ თუ ავიღებ თქვა კონტექსტს, ვიცით რომ უკრაინაში ამერიკის ელჩიც გადადგა და მე დაიწერა. ხო, იმან თქვა, ხო, რომ ტრამპთან მქონდა შეუთავსებლობა. ხო და შესაბამისად შეიძლება ეს ვიღარავითო დაემთხვა ის წერილის მოსვლა, ესენი აბრალებდნენ და ელჩომ არ გამოაქვეყნა წერილი, რატო არ აქვეყნებს და ნუ რა ვიცი, ხო, რა მოხდა რეალურად. პირადი განცხადებით ელჩი გადადგა და გავიდა პენსიაში, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ სურს ამერიკის დიპლომატიურ სამსახურში დარჩეს ამ პერიოდში. შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეიძლება გარკვეული თანხმობა იყო, ან არ სურდა ამ ამანდისტაციის ქვეშ მსახურობა. ხო, და ნუ კიდევ ერთ საკითხი ეს არის ეს მეგობარი აქტი, რომელიც ნუ ახლა სენატში არის განსახილველი, ამ მიმართულებით რა პერსპექტივა არსებობს? ხო, აქ უნდა ითქვას ერთი რამე. მიიღებენ, არ მიიღებენ, შეიძლება მიიღონ, შეიძლება არ მიიღონ. აქ ერთი საკითხია, რომ ამერიკის ადმინისტრაციას დღესაც სრული, თქვათ, ბერკეტი და კარდბანში აქვს, რომ ნებისმიერი სანქცია დააწესოს, რომელიც უნდა. უბრალოდ ეს, თქვათ, ეს მეგობარი აქტი ამ ხრივ სისტემატიზაციას ახდენს, რომ ავალებს რაღაცა, თქვათ, მოიკლიოს, გამოიძიოს, რეპორტები გამოაქვეყნოს, შეადგინოს. პერსპექტივა მე ვერ გეტყვით, ერთს ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც ოპონენტები არ ჩანან ამ აქტის სენატში. თუ, თქვათ, პოლიტიკური ნება იქნა, რომ სრულობა მივცეთ, ალბათ სრულობა მიეცემა. თუმცა მიღების ეტაპზე და ახსულების ეტაპზე ეს იქნება ბერკეტი ტრამპის ადმინისტრაციის ხელში, რომ თქვათ, უთხრას, რომ თუ რაღაცას არ გააკეთებ, ჩვენ ამას უფრო სწრაფად აღვასრულებთ ან სრულობას მივცეთ. შესაბამისად ეს მორიგი ბერკეტია, თქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის ხელში. ხო, და ნუ აქვე უნდა თქვათ, რომ ხა მოთხოვნა რაც არის ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მხრიდან, ეს არის ზოგადად დემოკრატიული რეფორმები, ხო? ალბათ იქ დაემატებოდა პოლიტპატრონების გამოშვება, ხო, ნუ იმ პატიმრების, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატრონებს ეძახის და აქტივისტები და ალბათ ასე თulis, ხო, დასავლეთის რაღაც ნაწილიც, ამას დაემატება ალბათ და ახალი არჩევნების დანიშვნა ეს მოთხოვნა, ეს მოთხოვნები ხა საჯაროდ არ გაჟღერებულა, მაგრამ ვიცით, რომ ელჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ გადადგებოდა და მე თქვა, რომ ჩვენ გავაცანეთ ის პირობები, რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს ურთიერთობები გადაიხედება.
და ამის მერე საქართველოს ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია არაფერზე. როგორც ჩანს, ეს პირობები ისეთია, რომ შესრულება მათ არ უნდათ. ითხოვე, რომ აი ამის გარეშე დაგვილაგდით. ანუ ნახოთ რა გამბოვა. მოკლედ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. შეიძლება მე შიდა პოლიტიკაზე სასაუბრობთაც მოგიწვიოს, სანამ აქეთ იქნები. გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენ მე დაგემშვიდობთ ხომ და ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.